მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, რა თქმა უნდა, კვლავ აქტუალური საკითხები, თუმცა რა თქმა უნდა, არ წყდება საუბარი და დისკუსია გლობალური დაძაბულობიდან გამომდინარე, ასევე გლობალურ მსოფლიო ფასებთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ძირითადი გამომწვევი ფაქტორი, ასე რომ ვთქვათ, პოტენციური გლობალური ინფლაციის, რა თქმა უნდა, არის ნავთობის ფასები და ძირითადი დისკუსიას პოლიტიკურ ჭრილში, ძირითადი დისკუსიას, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ნავთობის ფასების ირგვლივ. ჩვენ ვაკვირდებით ცხადია ტენდენციას, ვაკვირდებით ასევე მერყეობას და სხვათა შორის ამავდროულად ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ ნავთობის ფასების ტურბულენციიდან გამომდინარე, როგორია ვითარება საფონდო ბირჟებზე, ამ ხრივაც შეიძლება ასე ვთქვას, ვითარება არც თუ პროგნოზირებადია. ცხადია სიტუაცია და კონფლიქტის შედეგების შესახებ მსჯელობის დროს ძირითადი აქცენტი კეთდება კონფლიქტის ვადებთან დაკავშირებით, ანუ თუ რამდენად გახანგრძლივდება კონფლიქტი, ვინაიდან იმისათვის რომ დაითვალოს კონფლიქტის პოტენციური შედეგების გავლენა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაზე, ცხადია ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვადებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ პროგნოზები, რომელიც კეთდება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან თუ სხვა ანალიტიკური ორგანიზაციების მხრიდან, ცალკეული ექსპერტების მხრიდან თუ ანალიტიკოსების მხრიდან თუ ასე შემდეგ, ძირითადში სწორედ ეყრდნობა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან შედეგებს. ჩვენ შემთხვევაში, როცა ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით კონფლიქტთან დაკავშირებული ვითარებასა და კონფლიქტის პოტენციურ შედეგებზე, მათ შორის გასული კვირის განმავლობაში ძალიან დეტალურად მოვიხილავდით ამ ნაწილს, ასევე ვახსენეთ გალთენ თაგართის ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც აღნიშნული იყო სავალუტო შემოდინებების პოტენციური გავლენა ამ შემთხვევაში და ჩვენ ვნახეთ წონა, ასე რომ ვთქვათ, პროცენტულ მაჩვენებლებში გამოხატული, როგორც ყურის ქვეყნებიდან, ისე ცალკე აღებული ირანიდან თუ ისრაელიდან, სხვა ტიპის შემომავალ ფინანსურ ნაკადებზე, მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენ შემოსავლებზე გადმორიცხვების ჭრილში, სავაჭრო ოპერაციებიდან, ინვესტიციებიდან და ტურიზმიდან. ტურიზმი არის მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, სადაც პროცენტული მაჩვენებელი და პოტენციური დამოკიდებულების მაჩვენებელი შედარებით უფრო ყველაზე მაღალია. შესაბამისად, ამ კუთხით ცხადია ბევრი ტიპის გათვლა კეთდება თუ როგორი იქნება ვითარება და რა გავლენა ექნება ამ შემთხვევაში სექტორზე, მთლიანობაში სექტორზე არსებულ კონფლიქტს. კვლავ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი და მთავარი დაშვება გამომდინარეობს ვადებთან დაკავშირებული ვითარებით. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ სექტორთან დისკუსიის შედეგად, რომ ერთი თემა და ერთი დისკუსია მთლიანად დაგვეთმო კონკრეტულად აქცენტირებულად ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა ვიდრე ტრადიციულად ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენდით, მანამდე აუცილებლად მინდა მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ, რომელიც ეხება ოფიციალურ მონაცემებს, ასევე გალთენ თაგართის მაჩვენებლებს, ტრადიციულად გალთენ თაგართ ყოველთვის მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენი ანალიტიკური მიმოხილვებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ მიმოვიხილეთ ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზები, ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზები და სწორედ ამ მაჩვენებლებს ჩვენ შევხედავთ, ვიდრე უკვე სტუმართან გავაგრძელებთ საუბარს. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ვხედავთ სწორედ ოფიციალურ მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში თუ როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის, ჩვენ ვხედავთ შემოსავლების მაჩვენებლებს 4.7 მილიარდი დოლარი და 2024 წელთან შედარებით ჩვენ ვხედავთ 6%-იან ზრდას, ანუ სარეკორდო მაჩვენებლები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ტურიზმიდან და ცხადია ეს არის ძალიან თანმიმდევრული სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც მთელი წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში და ცხადია ეს არის ძალიან სწორი თანამშრომლობის შედეგი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, ვინაიდან სწორედ კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია ამ შედეგებზე გასვლა. რა თქმა უნდა, ეს არის დამსახურება ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივის, მათ შორის ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის. აუცილებლად მინდა დავაკვირდეთ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდულ მაჩვენებელს, სადაც 8.4%-იანი ზრდა იყო, ხედავთ აქ 5 მილიონ ნახევრიანი მაჩვენებლის და საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ 7.8 მილიონ-ზე მეტ ციფრზე და 5.9% იქვის 6%-იან ზრდაზე. ორივე ამ მიმართულებით. ცხადია ამ ნაწილში განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ასევე გასული წლის განმავლობაში
პირდაპირ ფრენების მაჩვენებლების დამატება, რომელმაც ცხადია უზრუნველყო საქართველოში ორივე შემთხვევაში, როგორც საერთაშორისო მოგზაურობის და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებლების რეკორდულის და ცხადია ეს არის ციფრები, რომელიც და მონოდინი და დაშვება ამ ციფრებთან დაკავშირებით, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ვინაიდან საქართველოში ყველა ტიპის პროექტი, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ზრდის პოტენციალს ტურისტების მოზიდვის, ისევე როგორც ჯამში საერთაშორისო მოგზაურობის მოზიდვის. რა თქმა უნდა, დაშვება არის გაცილებით მეცე. დაშვება არის იმ მიმართულებით, რომ შესაძლებელია ჩვენ შეძლოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა. აი ყველა ამ ციფრობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება მიმდინარე წელს, მაგრამ ყოველთვის დაისმის, მაგრამ არის ერთი მაგრამ, ეს მაგრამ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში ზუსტად ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე. ორი ტიპის დაშვება შეიძლება იყოს აქ, ამან შეიძლება სლის ნაწილზეც იქონიოს გავლენას და კლების ნაწილზეც, ამასთან დაკავშირებით სხვა ტიპის დისკუსია მინაროს მათ შორის ანალიტიკოსებთან დაკავშირებით აქ ქვეყნის შიგნით და აზრებიც ორად იყოფა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს პოზიტიური სცენარი, რა შემთხვევაში იყოს ნეგატიური სცენარი. თუმცა თუ ჩვენ დავაკვირდებით მაგალითად საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებს, მაგალითად ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ავიღებთ გაერთიანებული საამიროების მაჩვენებელს და ჩვენ ავიღოთ კონკრეტულად დუბაის მაჩვენებელს და დავაკვირდებით ანალიტიკურ სტატიებს ამ ჭრილში, ვხედავთ რომ კონფლიქტის შედეგად მრავალი ასეული მილიონის დანაკარგი ხდება მხოლოდ თითოეული დღის განმავლობაში. რამოდენიმე საინტერესო სტატია იყო ამასთან დაკავშირებით, მაგალითად Wall Street Journal-ში, Financial Times-ში და ასე შემდეგ. ეს დანაკარგები ცხადია, სადღაც გადაითარგმნება ყოველთვის გარკვეული პერიოდის შემდგომ, მაგრამ თუ სად ეს ჯერჯერობით ძნელია და მხოლოდ დაშვებებს ეყრდნობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩვენ ხშირად აღვნიშნეთ და ვიყენებთ ტერმინს სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლებელია საქართველოში ყველა ამ მაჩვენებლის, რომელიც ახლა ჩვენ აღვნიშნეთ, ორივე მიმართულებით ზრდა მოხდეს. თუმცა და ასეც იყო დაგეგმილი, ისევე როგორც მთლიანობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ მეორე მხრივ ვსაუბრობთ გარკვეული ტიპის გავლენებზე დანაკარგებთან მიმართებით. კვლავ გალთენთაგარც რომ დავესესხოთ, ერთ შემთხვევაში გალთენთაგარეთის დაშვებით შესაძლებელია მათივე პროგნოზი, როდესაც საუბარია რომ 2026 წელს საქართველოს იქნება და გალთის მიერ ყველაზე მაღალ პროგნოზად შეფასებული 6%-იანი და აქ მხოლოდ 0.2%-იან დანაკარგზე შეიძლება ვფიქროთ, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია არა კონკრეტულად ტურიზმზე, არამედ მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა ვნახოთ ამასობაში ვნახავთ შემდგომ დიაგრამას, შეიძლება შემდგომი დიაგრამა, სადაც სწორედ გალთის შემდგომ პროგნოზირებულ მაჩვენებელზეა ლაპარაკი, სწორედ გალთენთაგარეთის პროგნოზით, თუ ჩვენ ამ ნაწილს შევხედავთ, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $5 მილიარდ მიაღწევს. 5 მილიარდზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში და წინა დიაგრამაზე ჩვენ ნახეთ 4 მილიარდ 700 მილიონის ფარგლებში დაახლოებით. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ზრდაზე. ანუ ეს არის საუკეთესო სცენარში და ცხადია, საუკეთესო სცენარში როგორ? იმ ნორმალურ სცენარში, იმ საბაზისო სცენარში, რომელიც საქართველოში რომ იგეგმებოდა და ჯამში ალბათ სოფლიო იგეგმებოდა ასე კონფლიქტამდე ახლო აღმოსავლეთში, ამ სცენარში ცხადია ზრდა უნდა ყოფილიყო. იმედი ვიქონიოთ, რომ მოკლევადიანი კონფლიქტის მოკლევადიანი ეფექტების გავლენის შემთხვევაში ეს ზრდა ნებისმიერ შემთხვევაში დაფიქსირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ცხადია, რომ არ არის ამ შემთხვევაში გარანტირებული ნაწილი. კიდევ ერთხელ კონფლიქტის ხანგრძლივობას აქ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ თუ როგორ აფასებენ კონფლიქტის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასება ამ ჭრილში, მინდა პირველ რიგში ძირითად ბულეთებს მივაქციოთ ყურადღება. პირველივე ნაწილი ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებაში ხაზგასმულია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა პერსპექტივა მნიშვნელოვნად უფრო გაურკვეველი გახადა. გაურკვეველი პერსპექტივა ცხადია და აქ საუბარია ჯამში რისკებზე, რომელიც შეიძლება იყოს ზრდის, ინფლაციის რისკებს და ამცირებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. ის, რადგან ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ცხადია ამ შემთხვევაში და გვაქვს ახლა ყველაზე უფრო მყარი შეფასება ამ ნაწილს და ყველაზე უფრო მყარი დასკვნა და ყველაზე უფრო მაღალკვალიფიციური ანალიტიკოსების მიერ შეფასებული პროგნოზი, რომ ამ შემთხვევაში ცხადია არსებობს რისკები ინფლაციის ჭრილში. ის, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში ინფლაცია კლებულობს, ცხადია ეს არის სხვა თანაბარ პირობებში კვლავ გამოვიყენებ ამ ტერმინს და არა იმ შემთხვევაში თუ გლობალური დაძაბულობიდან გამომდინარე გადმოცემის ეფექტი იქნება. ამ შემთხვევაში ძირითადი ნაწილი, აი რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ხოლმე მოკლევადიან პერიოდში რაც შეიძლება კონფლიქტს ჰქონდეს, ეხება ინფლაციაზე ენერგიის ფასების ზრდას. ანუ კიდევ ერთხელ ნავთობპროდუქტები, ენერგომატარებლობის ფასების და არის რისკი, რომელსაც შეიძლება მთლიანობაში გავლენა მოახდინოს.
გლობალური ინფლაციაზე და ამ კუთხით შექმნეს გარკვეული რისკები და საშუალოვადიან ანუ აქ უკვე დაშვება მოკლევადიანში კიდევ ერთხელ წინა ულეთს რომ მიუბრუნდეთ, მაგრამ საშუალოვადიანი შედეგებზე როგორც ამ შემთხვევაში საუბარი კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში უკვე შეიძლება პირდაპირ გადაითარგმნოს სამოხმარებლო ფასებზე და ეკონომიკაზე. ანუ პირველ რიგში თუ ენერგიის ფასები ანუ ჯამში ენერგომატარებლების ფასები იქონიებს გავლენას ინფლაციაზე, შემდგომ შეიძლება გადაცემის ეფექტი იყოს მთლიანად სამომხმარებლო ფასებზე და მთლიანად ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ეს რისკები არსებობს, ინფლაცია ძალიან მარტივად რო ვთქვა, აძვირებს ამ შემთხვევაში ცხოვრების ნაწილს ძალიან მსუბუქი ასე ვთქვათ ინტერპრეტაციით რომ ვთქვა და ამ დროს, როცა ჩვენ ტურიზმზე ვსაუბრობთ, მათ შორის ადამიანები თავს იკავებენ ზედმეტი დანახარჯებისგან, მით უმეტეს ისეთ დანახარჯებისგან, რომელიც უფრო მეტად განეკუთვნება ფუფუნებას და არა პირველად საჭიროებას. და კიდევ ერთი დიაგრამა შეჯამების სახით და ეს არის ვაჭრობის სოფლიო ორგანიზაციის შეფასება, სადაც საუბარია, რომ ვაჭრობის შენელების რისკები არსებობს ამ კუთხით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამომდინარე მოკლევადიან პერსპექტივების ჭრილში და ტრანსპორტი და ლოჯისტიკის გაძვირების მიმართულება კვლავ საწვავის ფასებიდან გამომდინარე. და პირდაპირ არის აღნიშნული ჩვენ თემასთან დაკავშირებული საკითხი, გრძელვადიანმა კონფლიქტმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ტურიზმსა და გლობალურ მოგზაურობაზე არსებულ მოთხოვნაზე. ანუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ საუბრობს სხვადასხვა ტიპის რისკებზე, უშუალოდ ვაჭრობასთან, საქონლ და მომსახურებით ვაჭრობასთან დაკავშირებით და ისევე როგორც ტურიზმსა და მოგზაურობის ჭრილში. ანუ რეალურად თუ ჩვენ სხვა დროს, სხვა თანაბარ-პირობებში ვისაუბრებდით ახლა მხოლოდ ზრდის პერსპექტივებზე, კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი სასაუბრო თემა, ჩვენი დაშვებები ამ მაჩვენებლით მთლიანად შეცვალა. ეს რაც ეხება დასკვნის, რომელსაც ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ და ალბათ თითოეულ გადაცემაში ჩვენ ამ ნაწილს სრულად მიმოვიხილავთ ხოლმე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ სექტორთან ვისაუბროთ უფრო მეტი ამ თემაზე, რა მოლოდინები აქვს სექტორს, მათ შორის თუნდაც გასული წელით შევაფასოთ ამ ჭრილში თუ რა იყო განმაპირობებელი ზრდის ამ ფაქტორები, რომელიც ჰქონდა, სწორედ ამიტომ მინდა რომ აი სექტორის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს ბატონ გიორგი დოლიძეს მინდა ხოლმე ჩვენთან სტუმრო. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობა. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის. უკეთ სასაუბრო ნამდვილად ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, მით უმეტეს თქვენ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ბევრი მიმართულებით ფარავთ სექტორს და ძალიან დიდი შემხებლობა გაქვთ როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ კომპანიებთან და რა თქმა ვიზიტორებთან და ტურისტებთან, რომლებიც აქ ამ ქვეყანაში შემოდიან. პირველ რიგში სწორედ ამ კითხვით მინდა დავიწყო, რა მიმოხილვებზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რა დაშვებებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ ჩვენ ნაწილის დაშვებებზე, არამედ საერთაშორისო შეფასებებზე. როგორ ხედავთ და დარგი როგორ ხედავს არსებული კონფლიქტის შესაძლო ეფექტს, ხომ, როგორც საერთაშორისო ტურიზმზე და შესაბამისად საქართველოს. კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან, რომ 2026 წელს მოლოდინები ჰქონდა საკმაოდ დადებითი და გამომდინარე იმ რეკორდულ წელზე, როგორც იყო 2025, ვფიქრობდით და დღესაც მაქვს იმედი, რომ დაახლოებით 5-დან 10%-მდე გადააჭარბებს 2026-ის მაჩვენებლები, 2025 წლის პოზიტიური დაშვება, ოღონდ ეს დაშვება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმ ვარაუდსა და ყოველდღიურ სიახლეებზე, რაც შეიძლება წავიდეს იქითკენ, რომ მარტის თვით შემოიფარგლოს ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობა. არის როგორც ბრძანეთ ორი სცენარი, არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერიოდი. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი პერიოდის შემდეგ თავისთავად ჩვენ ამის პრაქტიკა შარშანაც გამოვცადეთ, როდესაც ისრაელის ირგვლივ ვითარდებოდა სხვადასხვა სახის დაძაბულობები, რომ აღდგა დაახლოებით 2-დან 3 კვირაში და ეს მოხდა შუა სეზონზე, მაღალ სეზონზე, გქონდა ესე ვთქვათ ივნისის თვე, ახლა გვაქვს დაბალი სეზონი, სადაც რა თქმა უნდა ისეთი ნეგატიური გავლენა მაშინაც არ ისეთი ნეგატიური გავლენა გამომდინარე იქიდან, სადაც იყო მაღალი სეზონი და სხვადასხვა ბაზრები იყო ძალიან დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რეზერვაციები ჭარბობდა.
კრიტიკული გავლენა ისეთი როგორიც წელს, ესე ვთქვათ, გლობალური შარშან არ ქონია, თუმცა შარშანვე მალევე აღდგა. რაც შეეხება წლევანდელ წელს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტურიზმის სფეროსთვის ყველა ვიცით, რომ პირველი ესეთი ვითარებების მსხვერპლი და მოწყვლადი სფერო არის ტურიზმი. ტურიზმი არის პირველი მსხვერპლი, ვინც იღებს თავის თავზე დანაკარგებს და ესე ვთქვათ, ვითარებები ვიზეც პირველ ჯერზე აისახება ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში მარტის თვის ჭრილში დაახლოებით 50%-მდე გაგვიუქმდა ის რეზერვაციები, რომლებიც წამოსული იყო სწორედ ამ მიმართულებებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი ანუ გარკვეული მოკლევადიანი ეფექტი ამ რეზერვაციების მოკლევადიანი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეჩერდა ფაქტიურად ისრაელიდან და ემირატებიდან რეისები შეჩერდა მიმოსვლა და ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი და ემირატები არის ჩვენთვის სტატისტიკაში ერთ-ერთი პირველი და მეორე ადგილას მყოფი ის მიმართულებები, რომლებიდანაც ძალიან მასიური რაოდენობა შემოდის საქართველოში ტურისტების შესაბამისად და ამას ამწვავებდა კიდე ის ფაქტი, რომ მარტსა და აპრილში დაემთხვა ემირატების მხარეს, ესე რომ ვთქვათ, არაბების დღესასწაული რამადანი და ისრაელის მხარეს პასექი, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ხოლმე ქვეყნიდან გასვლით, ჩვენთან ჩამოსვლით და ჩვენთვის ფაქტიურად მარტის ბოლო და აპრილის მთლიანი პერიოდი არის და უნდა ყოფილიყო მაღალი სეზონის შესაბამისად აი ამ ჩვენთვის დაბალ სეზონს ისინი და მათი მასა, რომელიც ჩამოდიოდა ქმნიდა მაღალ სეზონად, გქონდა საშუალება, რომ ფასებიც ქონდა შესაბამისად საშუალოზე მაღალი, ერთგვარი ესეთი შოკური ეფექტი მოხდა მარტის 15-მდე და შეიძლება თქვათ 18 რიცხვამდეც გაგრძელდა, შემდეგ თავისთავად მიდიოდა მსჯელობა სექტორის წარმომადგენლებს შორისაც გუნდშიც, რა შეიძლება, რით შეიძლება რომ დააბალანსოს, საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზრები, გვაქვს ამდენი პირდაპირი ფრენა ევროპიდან, ჩინეთიდან, სხვადასხვა მიმართულებებიდან, საიდანაც შეიძლება რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეავსო, ასევე აღსანიშნავია წლიდან წლამდე აღნიშნული მიმართულებები არის მზარდი, თუმცა რადიკალურად და უცბად კრიტიკულ გადაწყობას სჭირდება შესაბამისი დრო. ერთ დღეში და ორ დღეში მსგავსი ტიპის მანიპულაცია თავისთავად ვერ მოხდება, ჩვენც დაგვჭირდა დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე, რომ უფრო სწორი და კარგი სტრატეგიული ნაბიჯები გადაგვედგა, იქნებოდა ეს სხვადასხვა ბაზრებზე უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობის ჩართვა, უფრო შედარებით დაბალი ბიუჯეტური ფასების შეთავაზება და აი ამ ყველაფრის წყალობით, ამ ყველაფრის კორექტირების წყალობით, ბოლო რამდენიმე დღე დაახლოებით 90-100%-ზე მუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ეს ესეც გაგრძელდება და თქვათ მარტის ბოლომდე დაიკეტება ომის საზღვრები, მორჩება ეს ვითარება და აპრილიდან სტანდარტულ პირობებში შეუდგებით ოპერირებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის 2026 წლისთვის, რომ აპრილიდანვე ჩვენ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მარტში გქონდა დაახლოებით 70, ხოლო აპრილში 92% დატვირთულობა გიხვდებით დაახლოებით რა მასშტაბზე არის გასული და იმ შემთხვევაში თუ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში არის მსგავსი მაჩვენებლები, შესაბამისად ლოგიკურია, რომ სხვადასხვა ობიექტების მეტნაკლებად იგივენაირად იყვნენ დატვირთული. აქედან გამომდინარე 2026 ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ გადააჭარბოს და გადაეჭარბებინა 2025-ის მონაცემებისთვის, რა თქმა უნდა, მარტი რო შევადაროთ 2025-ის მარტს თავისთავად ვერ გადააჭარბებს, ამას ვაცნობიერებთ, გვესმის და ვიაზრებთ, თუმცა აი იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ თუნდაც შედარებით დაბალი დაკორექტირებული ფასებით, მაგრამ იქნება აპრილში მაინც არ დავკარგოთ ის რეზერვაცია, იმიტომ რომ ეხლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა თითოეული ჯავშანი, თითოეული ადამიანის ჩამოსვლა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. უახლოეს პერიოდში უკვე ვიცით, რომ ევროპის, ჩინეთის, სხვადასხვა მიმართულებები, ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართულებების იმედი გვაქვს, ასევე ძალიან ევროპასთან ერთად, იმიტომ რომ აპრილი-მაისიდან უკვე ისინიც აქტიურად იწყებენ მოგზაურობას და სწორედ რადგანაც ეს მოხდა დაბალ სეზონზე, როგორც წეგან აღნიშნეთ, აი ამ დაბალ სეზონზე უფრო მეტად ისრაელი და ემირატები გვამარაგებდა ჩვენ ტურისტული ვიზიტებით და შესაბამისად, როდესაც ეს ესე ვთქვათ ჩაიკეტა ეს მიმართულებები, ამიტომ დარჩა ის 2-3 კვირიანი პერიოდი ძალიან დიდი დანაკარგების და გაუქმებების ფაქტის წინაშე ქვეყანა. თუმცა მართლაც იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად ეს ნაწილი სწრაფად მოიხსნება ყოველ შემთხვევაში კონფლიქტის ეს ნაწილი, ყველას ეს გვინდა ალბათ, ავიცი მთელ სოფლიოში არა მხოლოდ ეს საქართველოსაც არის მთელ რიგ შემთხვევაში წარმოქმნილი პრობლემა, თუნდაც ერთი ცალკე აღებული ტურიზმის მიმართულებით, ანუ ყველა დარგის მიმართულებით გარკვეული ტიპის სირთულეებს ქმნის, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, არაერთხელ მენიშნა თემა დივერსიფიკაცია.
ზოგადად და აი აქ ალბათ კიდევ უფრო მეტად ჩანს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფართო არეალის მოცვას ყოველთვის იმ ქვეყნების საიდანაც საქართველოს შესაძლებელია ტურისტები მოდიოდან იმ არჩევის აი აზიური ბაზრების მიმართულებით ალბათ. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც 2025 წელი ჩემთვის იყო როგორც რეკორდული წელიწადი ტურიზმის მაჩვენებლებით, ასევე იყო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელიწადი, რაც იყო დაფუძნებული საქართველოს არა მოკლევადიან პერსპექტივაზე, არამედ გრძელვადიან მომავალზე, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც 10-15-20 მიმართულებიდან შენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან, საიდანაც ყველა საუბრობთ და ვთანხმდებით, რომ გვჭირდება მაღალმხარჯვენარიანი ტურისტის მოზიდვა. როდესაც ამ მიმართულებებზე შენ გემატება არაერთი პირდაპირი რეისი, ეს ნიშნავს იმას, რომ 5-10 და შეიძლება 15 წლიანი პერსპექტივაც კი ჰქონდეს ამ განვითარებას, რომ საქართველოში მოვიზიდოთ სწორედ ის კატეგორია ტურისტების, რომლებიც საშუალოზე უფრო მეც დახარჯავენ და ამისთვის ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამე კეთდება, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ძალიან გააქტიურებული არის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, როგორც სხვადასხვა გამოფენებზე, მნიშვნელოვან გამოფენებზე მონაწილეობის ერთობლივი მიღებით, ასევე იმ მარკეტინგული და სამიზნე აუდიტორიაზე სწორი მარკეტინგის კეთებით, სადაც დაგვემატა ფრენა ჩვენ გასულ წელს ვნახეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკაში, რომ თუ სად რა ბიუჯეტი ქონდა დაახლოებით მარკეტინგში დახარჯული და რას აპირებდა 2026-ში ესეთი დადებითი მაჩვენებლები იყო, სწორი ციფრები იყო და სწორი სტრატეგია ჩანდა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ იქ კეთდებოდა წერტილოვანი მარკეტინგები, სადაც ფრენები გვემატებოდა, ან უნდა დაგვემატებოდა. შესაბამისად, ამა თუ იმ ბაზარს კიდევ უფრო მეტად ჩვენი იმ რესურსით, რაც ქვეყანას გააჩნია და ასევე კერძო სექტორის ძალისხმევით, ესე ვთქვათ, ვაწვდით იმ ინფორმაციას და ესე ვთქვათ, ვაცნობთ საქართველოს მეტ პოტენციალს, თუ რატო უნდა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, რა დახვდებათ და რით დაისვენებენ და ესე ვთქვათ, რა კულტურულ თუ სხვადასხვა ტურით შეიძლება რომ დაკავდნენ. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ ახლა როცა გასულ წელზე და აი მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობთ, ხო, ნუ მართლაც ხა რეკორდული მაჩვენებლები იყო, თან ზრდის ტენდენცია გრძელდება. ნუ ერთი თემაა ხოლმე კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდი, ხო? ნუ ესეთი ჩავარდნა იყო, რომ ბევრს შეიძლება ეკითხავ საერთოდ ღირს თუ არა ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელება, ნუ რაღაც პერიოდი ცოტა, ასე ვთქვათ, დეპრესიულად მიმდინარეობდა. აი, რამდენად სწორად მოხდა თუ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკასაც შევხედავთ, საქართველოს რამდენად სწორად და სწრაფად მოხდა აღდგენის ნაწილი, რამაც თუნდაც აი გასული წლის შედეგებზე გაგვიყვანა. კოვიდი რო შევადაროთ აი იმ დაძაბულობებს, რაც ესე ვთქვათ, წერტილოვნად გვაქვს ხოლმე ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, იყო უფრო გლობალური, თუმცა გარკვეულწილად რაღაც კონკრეტული მიმართულებით შეიძლება უფრო პროგნოზირებადი ყოფილიყო, იმიტომ რომ არ იცი, როდესაც დაძაბულობა არის, რამდენიმე ქვეყანა არის ჩართული ამ დაძაბულობაში, რაზე და როგორ გაგიყვანს კოვიდის დროს, მაინც იმედი უფრო გაცილებით სხვანაირად ყალიბდებოდა ხოლმე, უფრო სხვანაირად ვრცელდებოდა რაღაც სხვადასხვა რაციონალური ინფორმაციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და ასე შემდეგ. აღდგენას რაც შეეხება 2025-ში ფაქტიურად ჩემი აზრით სრულად აღვიდგინეთ 2019-20 წლამდე მონაცემები. ეს იყო საშუალო სისწრაფით ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ ასევე ბევრი რამის გადალაგება, ბევრი რამის გადაწყობა მოგვიწია როგორც ჩვენ შიგნით საქართველოში, ასევე გლობალურად 2022-დანვე დაიწყო ფაქტიურად შემოსვლები, გააქტიურდნენ, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები, გააქტიურდნენ სწორედ ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც მაშინაც 2019 წლამდე კოვიდამდე პერიოდზე საქართველოში ჩამოდიოდნენ და კოვიდის ჭრილშიც და ახლაც მინდა ხაზე გავუსვა, რომ გლობალურ მასშტაბით საქართველო არის საბედნიეროდ პოზიციონირებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი მიმართულება. ეს კოვიდზეც ასე მახსოვს, ასე იყო წარმოდგენილი და აღქმული საერთაშორისო ბაზარზე და დღესაც რაც ძალიან გვეხმარება იმაში, წეგა თქვენ საუბრობდით, შესაძლებელია, რომ რაღაც კუთხით თუ ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული ახლო აღმოსავლეთის ვითარება, ის როგორც ტურიზმზე, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე შეიძლება გარკვეულწილად რაღაც დადებითი ეფექტები ჩვენთვის, დადებითი ისეთი სიტყვა თავისთავად, როდესაც ესეთი ვითარება, მაგრამ ბრჭყალებში დადებითი, იმიტომ რომ ის
მასა, რომელიც უძრავი ქონების შესყიდვით იყო დაკავებული კონკრეტულად ერთ ლოკაციაზე, სადაც მსგავსი ტიპის დაძაბულობები ვითარდება, შეიძლება უფრო აქეთკენ გადმოინაცვლოს და იქ ისურვოს თავისი თანხის დაბანდება, სადაც უახლოეს სტატისტიკაში მსგავსი საბედნიეროდ არაფერი მომხდარა და ინარჩუნებს უსაფრთხო მიმართულებას. ამასთანავე ტურიზმის კუთხით ვიცით, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ევროპაც საკმაოდ აქტიურად არის და იყო დაკავებული ამ მიმართულებებზე მოგზაურობით. შესაბამისად ფიქრობ გარკვეულწილად შიდა ტურიზმით და აღნიშნული ის მასა, რომელიც უნდა ჩასულიყო ვთქვათ ემირატებში, შესაძლოა ისე გადანაწილდეს, ნაწილი ევროპაში ჩავიდეს, ნაწილი სხვაგან, ნაწილი ჩვენთან ჩამოვიდეს და კი, ეს დაშვების დონეზე შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ამაზე ღრმად და ესე ვთქვათ, სტრატეგიულად ფიქრი ჯერჯერობით ალბათ არ ღირს, იმიტომ რომ ყველა იმ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა გასცდეს მარტს და თუ მარტს ან მაქსიმუმოდით ესე ვთქვათ 15 აპრილს თუ არ გასცდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ, ტოტალური და კრიტიკული დარტყმა მაღალ სეზონზე ამ ყველაფერს ჩვენ შემთხვევაში არ ექნება. კი ბატონო. აი ეს საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე ევროკავშირის მიმართულებაზე და ზოგადად თუნდაც ყურის ქვეყნების ნაწილზე ხშირად არის ხოლმე ხაზგასმა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტების მოზიდვაზე. თქვენ ერთ აი ამ კუთხით საქართველოს დაახლოებით სად არის აი ესეთი დაახლოებით რა ვითარება აქვს ამ კუთხით და შესაძლებელი ხდება თუ არა წლიდან წლამდე რომ ქვეყნისადმი დაინტერესება გაიზარდოს უფრო ისეთი ადამიანებით და ისეთ ქვეყნებიდან რომლებიც სტატისტიკურად გამოირჩევიან უფრო მაღალი მსყიდველობით უნარით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა გასულ წლებში იყო საიდანაც ჩვენ შეიძლებოდა მოგვეზიდა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, იქიდან არ ვიყავით განებივრებული და ზურგს არ გვიმაგრებდა, როდესაც მოლაპარაკებებზე მივდიოდით პირდაპირი ფრენები, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. როდესაც ადამიანი საშუალოდ მზადაა, რომ დახარჯოს 1500-დან 2000 დოლარამდე 5-დან 1 კვირის ფარგლებში მოგზაურობაზე ერთ ადამიანზე, სადაც ბილეთის გარდა შევა სრული, ესე ვთქვათ, სასტუმროს და ტრანსპორტის, ტურის მომსახურებები. ამ შემთხვევაში იმ ადამიანისთვის გარკვეულწილად არის დისკომფორტი, გადაჯდომითი რეისები დალოდება და ეს აეროპორტში მოლოდინი. შესაბამისად, როდესაც საუბრობდი, ძალიან ბევრი მასა ვერ მოგყავდა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ თავაზობდი სწორ ეფექტურ და სწრაფ ლოჯისტიკას. დისკომფორტი აღარავის აღარ. აქედან გამომდინარე, როცა უკვე 2025-ში მაგიტომაც ვახსენებ, ხაზი გაუსწევან, ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როდესაც შენ კერძო სექტორს მაგალითად ერთეულს ადამიანს ჩადიხარ მოლაპარაკებაზე, საუბრები იქაურ ტურისტულ კომპანიას და გინდა რომ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტზე, ევროპელზე და თუნდაც საშუალო მხარჯველუნარიანზე არ აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი. საუბრები რომ პირდაპირ შეგიძლია შენი ლოკაციიდან ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა პირდაპირი რეისით, მარტივად ყველანაირი დისკომფორტის გარეშე და უსაფრთხოდ, ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ყოველწლიურად და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფრენები კიდევ უფრო მეტად გახშირდება და ახალი ფრენების დაემატება ივნისიდან დანიის მიმართულებიდან, კოპენჰაგენიდან გვემატება კიდევ პირდაპირი რეისი, სკანდინავიის ქვეყნებით საკმაოდ გასააქტიურებელია და იქაც არიან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, აქედან გამომდინარე. ეს ყველაფერი მიდის დადებითობისკენ და სწორედ იმაზე მწყდება ხოლმე გული, რომ ქვეყანაში თვითონ ქვეყანა ყველანაირად არის მზად, აბსოლუტურად რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ტურისტი, წლიდან წლამდე გაზარდოს 10-15%-ით, როგორც ტურიზმის შემოსავლები, ასევე ვიზიტორების რაოდენობა. 2026 მე ვარაუდობდი, დღესაც იმედი მაქვს, რომ 10% საშუალოდ 10% უნდა გქონოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ 5-7, ნუ ყოველი ესე თქვა თუ გადაცდა რაღაც ვარიანტებს ჩამოვალ 9-8 და იმედია რომ 5-ს არ ჩამოსდებით, მაგრამ ვამბობ იმას, რომ შენზე როდესაც არაა დამოკიდებული და შენგან დამოუკიდებლად ხდება გლობალურად ისეთი გამოწვევები, რაც შენ პირდაპირ გიშლის ხელს, არა და ამავდროულად მზად ხარ და ყველანაირი პოტენციალი გაქვს იმისი, რომ ეს ზრდის ეფექტი გქონდეს წლიდან წლამდე, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, რომ შიგნით ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, კერძო სექტორი, სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, თანამშრომლები, ესე თვალებანთებული ყველა მზადაა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მივიღოთ, ჩვენ შარშან თუ არ ვწდები და სწორად მახსოვს, დაახლოებით 30
2001 სასტუმროში 30000 ვიზიტორს უმასპინძლეთ და ეს იყო ნამდვილად საამაყო ფიქრობ და დასაფასებელი ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელმაც შრომა გაწია, რომ კარგი რეპუტაციით გაეშვათ და კარგი შეგრძნებებით საქართველოსთან. კი ბატონო, მართლა როდესაც ეს მზაობა არსებობს, ესეთი განწყობები არსებობს, ხო ყოველთვის გულდასაწყვეტია ეს ნაწილი. აუცილებლად მინდა გკითხოთ თვითონ კერძო სექტორი, ამდენ ხანი ამ სექტორში ხართ, ხომ, ასე ვთქვათ და ჩვენ ვხედავთ ერთ მხრივ ახსენებთ დივერსიფიცირებას, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ დივერსიფიცირებას თანსდევს სხვადასხვა კულტურის შემოსვლა, კულტურის ქცევის მქონე ადამიანების შემოსვლა ქვეყანაში, რომელსაც სხვადასხვა ტიპის სერვისიც ჭირდებოდა. რამდენად კერძო სექტორი თვითონ მზად არის, იმიტომ რომ მე ცალკეულ შემთხვევაში მოვისმინე შეფასებები, რომ ამდენ ტურისტს აზიიდან უცებ ვერ მივიღებთ, თქვათ და ასე. რამდენად სექტორი მზად არის დივერსიფიცირებისთვის ამ შემთხვევაში? სექტორი დივერსიფიცირებისთვის, რა თქმა უნდა, მზად არის, გამომდინარე იქიდან, რომ რა თქმა უნდა, ეხლა ყველა მიმართულებას ახასიათებს თავის კონკრეტული სპეციფიური მოთხოვნები. სამჯელო საკითხია, რამდენად მზადაა უშუალოდ ქვეყანა, რომ ყველას მოთხოვნა მასიურად დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ ეს არის კვებითი მოთხოვნები ხოლმე ძირითადად. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, როდესაც ადამიანი ჩადის, მით უმეტეს ჯგუფი ჩადის კონკრეტულ ქვეყანაში, 100%-ზე რომ ინდოეთიდან ჩამოვა ადამიანი ტურისტული კომპანია ინდური საკვებით გაუმასპინძლდეს, მხოლოდ ჩინეთიდან ჩამოვა ჩინური საკვებით გაუმასპინძლდეს, მხოლოდ და ასე შემდეგ იქნება წარმოუდგენელი. უფრო მეტად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დავარწმუნოთ ალბათ იმაში, რომ სადაც ჩადიან, უნდა იქაური თუნდაც ცოტათი მოდიფიცირებული, მაგრამ მაინც იქაურ კულტურას ეზიარონ, ნახონ რა და როგორ, იმიტომ რომ ამ ხელა მასშტაბზე რომ ჩვენ გავხსნათ ცალ-ცალკე რესტორნები კონკრეტულად ერთ ბაზარზე მიმაგრებული, ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი და დივერსიფიკაციის არსიც ესაა, რომ სასურველი და საინტერესო ხარ სხვადასხვა მრავალი კულტურის ბაზრისთვის, სადაც ჩამოდიან და შენს კულტურას ეზიარებიან. იქ რა თქმა უნდა კონკრეტულ ჯგუფს თუ რომელიმე უფრო რელიგიურად სხვა მიმართულებითაა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა იქ შეგვიძლია რომ ჩვენ მოვერგოთ და გავუკეთოთ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ერთი ობიექტი ჩემი აზრით არასდროს არც ტურისტული კომპანია და არც სასტუმრო, თუნდაც აი გამოცდილებებიდან, რაც ჩვენ ვნახეთ გასული წლებიდან გამომდინარე, არასდროს არ უნდა იყოს 100%-ზე ორიენტირებული და მიმაგრებული ერთ კონკრეტულ ლოკაციას და ერთ კონკრეტულ დესტინაციას, იმიტომ რომ თუ ეს იქნებოდა ისრაელი, მაგალითად და ვიქნებოდით სრულად აწყობილი ისრაელის მოთხოვნაზე ერთ კონკრეტულ რომელიმე ობიექტში, ძალიან დიდი დრო დაგჭირდებოდა შემდეგ გადაწყობილიყავით. ყველა მიმართულება ჩვენთვის სასურველია, ყველა მისასალმებელია. აღნიშნული საკითხი რატომაც არის ხოლმე საუბარი, რომ ასე ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული მიმართულებიდან უფრო მეტი მოთხოვნა არის, რაც თქვენ ბრძანეთ კვების მიმართულებით, ეს გამომწვევი თავისი მიზეზი აქვს, ესე რომ ვთქვათ. მაგალითად, ვავიღოთ ერთი ძალიან დიდი ქვეყანა, ჩვენზე 10-ჯერ, 20-ჯერ უფრო დიდი მიმართულება, სადაც დაგვემატა ფრენა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში გვყავს 800-900-ზე მეტი ტურისტული კომპანია ოფიციალურად რეგისტრირებული. ჩავთვალოთ, რომ აქედან 100-დან 200-ან 300 ჩავიდა გამოფენაზე, დაიწყო მოლაპარაკება. ძირითადად ესეთ დიდ ქვეყნებს ახასიათებს ხოლმე პირველ ეტაპზე დაბალმხარჯვადობიანი ტურისტების გადინება და უფრო მალე ეღებულობენ ისინი გადაწყვეტილებებს, რომ ახალი ფრენები შეავსონ, ხო და როდესაც ამდენი კომპანია ჩადის, იქნება ბუნებრივი კონკურენცია, ხანდახან მიდის ფასებით ბრძოლა და ამას მოყვება ხოლმე ის, ესე ვთქვათ, დათანხმება იმაზე, რომ კი ყველაფერს ისე მოვაწყობთ, თუნდაც კვების მიმართულებით, როგორც თქვენ გინდათ, ოღონდ წამოდით, ეს მიმართულებები ხანდახან წყვეტს ხოლმე და ესე ვთქვათ, ანებიურებს, აძლევს იმის საშუალებას, რომ შენ არ მიკეთებ, ის გამიკეთებს, ის არ მიკეთებს, ეს გამიკეთებს და აი ამას ჭირდება რეგულირება და მე ვფიქრობ, რომ ყველამ გარდა არ უნდა ვიბრძოლოთ მარტო ფასებით და მარტო იმით, ვინსა დრას გავუკეთებთ, თორემ მაშინ გვექნება ესეთ უბნებად დაყოფილი ესეთი უბანი, უფრო სტანდარტული, სადა, ქართული უნდა შევთავაზოთ და ვფიქრობ დღესდღეობით თბილისში ისედაც საკმარისად ბევრია მსგავსი ტიპის ობიექტები, რომ ახალი არ გაჩნდეს კონკრეტულად რომელიმე კულტურაზე მიბმული და მიმაგრებული.
გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და წარმატებას გისურვებთ თქვენს მთელ სექტორს და მთელ ქვეყანას. მართლაც იმედი გვაქვს, რომ მოკლევადიანი სცენარით დასრულდება დაძაბულობა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ექნება უფრო მეტად საფიქრალი სწორედ ზრდის მაჩვენებელი რამდენი იყოს, არა ის რომ ზრდა შემცირდეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.